დღეს დავამატებთ camera fragments. პირველ რიგში გრადლში არის ჩასამატებელი დებენესები, ნოუთებში მაქვს მე ჩამოწერილი. ვიდეო სახსრებაში დავდებ აუცილებლად. დავსინქოთ. ასევე manifest-ში უნდა ჩავამატოთ permission-ები, ეს იქნება კამერის permission-ი, ასევე ხმის ჩანაწერის permission-ი იქნება ჩასამატებელი. ასევე უნდა ჩავამატოთ storage-ის permission-ი და მაქსიმალური SDK 28. ასევე გვთავაზობს, რომ ჩავამატოთ feature tag-ი და ესეც ჩასამატებელი არის. და პრინციპში manifest-ში სულ ეს არის. ახლა გადავიდეთ კამერის XML ნაწილში. XML ნაწილში ჩავამატებთ floating action buttons, weight-ები გავუწეროთ wrap content-ი. wrap content-ზე ID გავუწეროთ capture button-ი. ეს იქნება ის ღილაკი, რომელსაც დავაკლიკავთ და გადაიღებს სურათს. Constraint layout-ად გადავაკეთე მთლიანი layout-ი. მივუწეროთ bottom to bottom of parent, end to end of parent, start to start of parent. და ასევე source-ი, რა თქმა უნდა, კამერის ღილაკის ვიზუალი რო ქონდეს. ეს შემოტანილი არ არის, ამიტომ ახლა შემოვიტან vector asset-ში. დავსერჩოთ კამერა. ჩვენთვის სასურველი სურათი ავირჩიოთ. დავარქვათ სახელი IC კამერა. შემოვიტანოთ. ქვემოთ ნავწიოთ margin bottom-ით 32 dp-ით. დავამატოთ შემოტრიალების ღილაკი, image button-ი. გავუწეროთ 48-48-ზე. width და height-ი. ID გავუწეროთ, ეს იქნება toggle camera button-ი. background-ი მოვაშოროთ, ნალი ჩავუწეროთ. source-ში შემოვიტანოთ უკვე შემოტრიალების ღილაკის image-ი. ესეც შემოსატანი არის vector asset-იდან. სახელი დავარქვათ IC camera switch-ი. შემოვიტანოთ, ასევე top to top of parent-ი და end to end of parent-ი გავუწეროთ, რომ ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსდეს. და მარჯინით გამოვწიოთ 16 dp-ით. შემდეგი, რასაც შემოვიტანთ, იქნება preview view. გავუწეროთ 0 dp-ზე, რომ მთელი ეკრანი დაიკავოს. ID გავუწეროთ preview view. Top to top of parent, end to end of parent, bottom to bottom of parent. და ეს იქნება match constraint-ი და არა match parent-ი. შემდეგი თვითონ fragment-ში შემოვიტანოთ binding-ი. private-ი გავხადოთ. create view-ში გავუწეროთ თავისი binding-ი. binding-ი უდრის fragment camera bindings, inflater-ი, container-ი და false-ი. და return-ში გავუწეროთ binding root. პირველი შემოვიტანოთ image capture-ი, ეს იქნება image capture-ის ტიპი. თავიდან იყოს ნალი. რადგან მისი ინიციალიზაცია კამერის გაშვების შემდეგ მოხდება. შემდეგ შემოვიტანოთ camera executor-ი. ეს არის executor service-ის ობიექტი, რომელიც გამოიყენება კამერის ოპერაციების ცალკე thread-ზე გასაშვებად.
ასევე შემოვიტანოთ camera selector-ი. ეს ინახავს კამერის მიმართულებას, ან back-ი იქნება, ან front-ი და ჩვენ შემთხვევაში back-ი იქნება. ანუ camera selector default back camera. ასევე შემოვიტანოთ companion object-ი. თეგი შემოვიტანოთ პირველ რიგში, თეგი ეს ლოგებისთვის დაგჭირდება. camera XAP. ასევე შემოვიტანოთ required permission-ები. ეს არის მასივი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენთვის ყველა საჭირო ნებართვებს. პირველ რიგში კამერის გამოსაყენებლად შემოვიტანოთ manifest permission camera. და apply გავუწეროთ, რომ თუ კი ჩვენი build ვერსიის SDK ნაკლები არის version code is P, რაც არის, Android 9. მაშინ გამოიძახოს permission-ი, რომ გარემეხსენებაში შევძლოთ შენახვა ფაილებს. გავუწეროთ to typed array. ჩვენი companion object-ი ხალხს უშლის ქვედა companion object-ს, ამიტომ მეორეს წავშლით. და შემოვიტანოთ პრივატული ვალი, რომელიც არის request permissions launcher-ი. ეს არის activity result launcher-ის ობიექტი, რომელიც გამოიყენება, runtime permission-ების ასინქრონულად მოსათხოვნად. Გამოვიტანოთ activity results contract-ი, გამოვიძახოთ request multiple permissions. და გავუწეროთ lambda ფუნქცია. lambda ფუნქციაში შემოვიტანოთ პარამეტრი permissions. If all permissions შემოვიტანოთ all permissions, რომელიც არ ქონდა შემოტანილი, all permissions granted. ეს არის all permissions entries all each value, ანუ შემოწმოს granted შემოწმოს დაშვებული არის თუ არა. თუ ყველა permission-ი არის დაშვებული, მაშინ უბრალოდ ჩართოს კამერა. სხვა შემთხვევაში ტოასტი გამოვაგდოთ, კონტექსტი ჩავუწეროთ, რომ permission-ები არ არის დაშვებული. ამ started კამერას მერე დავწერთ აუცილებლად ფუნქციას. შემოვიტანოთ on view created-ი, მაგრამ მანამდე შემოვიტანოთ კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც იქნება all permissions granted ფუნქცია. ეს იქნება დამხმარე ფუნქცია, რომელიც boolean მნიშვნელობას დააბრუნებს და შეამოწმებს არის თუ არა ყველა აუცილებელი ნებართვა უკვე მინიჭებული აპლიკაციისთვის. Required permissions შემოვიტანოთ ეს მასივი, რომელიც ინახავს ყველა ნებართვას და ყველა გამოვიძახოთ. Context compat-ის check self permission-ი ეს არის Android-ის ოფიციალური მეთოდი, რომელიც ამოწმებს კონკრეტული ნებართვა გვაქვს თუ არა მიცემული აპლიკაციაში. და ჩვენ შემთხვევაში ეს ოპერატორი შეადარებს ცნობა მიცემული გვაქვს თუ არა. თუ აპლიკაციას ყველა საჭირო ნებართვა აქვს, მაშინ ჩავრთოთ კამერა. ამ ფუნქციას მომავალში შემოვიტანთ. სხვა შემთხვევაში უბრალოდ მოვითხოვოთ ნებართვა. Request permission launcher, launch required permissions. შევქმნათ ჩვენი start cameras მეთოდი. შემოვიტანოთ camera provider ტიპი. ეს არის სპეციალური ტიპი, რომელიც ასინქრონულ ოპერაციებს ამუშავებს.
get instance-ი ხო გამოვიძახოთ და შეგნით კონტექსტი ითხოვს და კონტექსტი ჩავუწეროთ. შემდეგი რასაც შემოვიტანთ იქნება ამისი გაგრძელება listeners დავადებთ და როდესაც camera provider-ის ობიექტი მცად იქნება, შესრულდება კოდი, რომელიც არის ჩვენი listener-ის შიგნით. შემოვიტანოთ provider-ი, camera provider future get-ი. აგვიღებთ process camera provider-ის ობიექტს. შევქმნათ preview as შექმნის previous use case. და ითით გამოვიძახოთ გამოსახულება. ანუ surface provider. ამ შემდეგ ვიძახებთ image captures. Image captures builders და builds. ანუ ფოტოს გადაღებაზე რომელიც იქნება პასუხისმგებელი. try-catch-ი შემოვიტანოთ. პირველ რიგში რომ გაწყდეს კავშირი ყველა მიმდინარე use case-თან. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაკავშირებთ use cases, ანუ previews და image captures სასიცოცხლო ციკლთან, ფრაგმენტის სასიცოცხლო ციკლთან. ეს უზრუნველყოფს, რომ კამერა ავტომატურად ჩაერთოს და გაითიშოს, როდესაც ფრაგმენტი შესაბამის მდგომარეობაში გადავა. catch-ში უკვე exception-ი გავუწეროთ, რომ დაიჭიროს იმ შემთხვევაში თუ რაღაცა პრობლემა შეიქმნა. და ეს exception-ი გამოაგდოს log-ში. გავუწეროთ context compat-ის get main executor-ი თავისი required context-ით. ანუ რეალურად სწრაფად რომ მუშაობდა ჩვენი აპლიკაცია და არ დაიფრიზოს, როცა კამერა ჩაერთვება. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია დავუბრუნდეთ on view created, გამოვიძახოთ ჩვენი capture button-ი, რომელსაც listener-ში ჩავუწერთ, რომ როდესაც მას დაეკლიკება ფოტო უნდა გადაიღოს, take photo. ხოლო toggle camera buttons ვეთყვით, რომ ამ დროს კამერა უნდა შემოვრუნდეს. და ბოლოში დავწერთ camera executors წერტილი new single thread executors, რომელიც შექმნის და დააყენებს thread pools, რომელიც გამოიყენება კამერის ოპერაციებისთვის. დანარჩენს ვნახავთ შემდეგ ვიდეოში.